გამარჯობა, ეს გახალთ გმირთა სამყარო, ჩემი სახელია სამარიდანი. ხოლო ერთი სატელევიზიო ფენომენის საბოლოო სეზონის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, ხოლო მის სამუდამო დასრულებამდე კი სულ ცოტა და კიდე ერთი თვე. ჩვენ ახალხანს ვიხილავთ პირველი ტრეილერი ამ ფინალური სეზონისთვის, მაგრამ იმედი გვაქვს კიდევ ერთი ტრეილერი მაინც იქნება სეზონის პრემიერამდე. დღეს კი შევესწრები გავცე პასუხი ყველაზე დიდ კითხვას, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით გვაქვს. მაგრამ მანამდე დავაზუსტებ, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ მხოლოდ სამეფო-კარის თამაშებზე, სერიალზე ვისაუბრებთ, რადგან ამ მომენტისთვის სერიალსა და წიგნებს შორის უკვე ძალზე დიდი განსხვავებაა. და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ ჩვენი მომდევნო ვიდეოები სამეფო-კარის თამაშებზე. როგორც უკვე ვთქვი, პრემიერამდე ცოტა დრო რჩება და შევეცდები, რომ ყველა ძირითადი და მთავარი კითხვას გავცე პასუხი, სანამ სეზონი დამთავრდება. პირველი ასეთი ვიდეოსთვის კი ავარჩიე მართლაც ყველაზე დამაინტრიგებელი შეკითხვა, რაც მაყურებლებს გვაქვს სამეფო-კარის თამაშებთან დაკავშირებით. ხოლო ეს კითხვა გახლავთ ის, თუ რა უქნა პოდრიკ პეინმა იმ გოგოებს მესამე სეზონში. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, თუმცა ცხადია ეს კითხვა ბევრ ჩვენგანს აწუხებს. მაგრამ სერიოზულად რომ ვთქვათ, სერიალის ყველაზე დიდი საიდუმლო გახლავთ ის, თუ როგორ დასრულდება იგი. ამას ბევრი გამოცნობა არ უნდოდა, მაგრამ მის დასრულს ვერ გავიგებთ მანამდე, სანამ სერიალის ბოლო ეპიზოდი არ დასრულდება. საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია დავასხეთ და გამოვთქვათ უამრავი ვარაუდი და დღეს სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ და მინდა გიამბოთ სამეფო-კარის თამაშების სხვადასხვა შესაძლო დასასრულზე. საკმაოდ დიდი შესავალი გამოგვივიდა, ხო და მოდი მეტი დრო აღარ დავკარგოთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დავიწყოთ ყველაზე ბანალური ვერსიიდან და საბოლოოდ გაგიმხელთ ჩემთვის ყველაზე იდეალურ დასასრულს. მაშასე პირველი ვერსია გახლავთ ის, რომ ბოლო სერიაში, სულ ბოლო მომენტში, როცა ომი დასრულდება და ყველაფერი თითქოს გადაწყდება, ყველაფერი გაშავდება. და როცა ნელ-ნელა ეკრანზე დავინახავთ გამოსახულებას, ჩვენ ვნახავთ ბრანს, რომელიც ისევ ლოგინში წევს. და გაირკვევა, რომ ყველაფერი პირველი სეზონის პირველი სერიის დასასრულიდან მოყოლებული, ეს მთელი საგა იყო ბრანის ერთი დიდი სიზმარი, მისი კომაში ყოფნისას. ბევრს არც ისე ცუდად მოგეჩვენოთ ეს დასასრული, მაგრამ კარგით რა, ყველამ ვიცით, რომ ეს კატასტროფა იქნება და მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ასე სამეფო-კარის თამაშები არ დასრულდება. ამიტომ გადავიდეთ შემდეგ ვარიანტზე, რომლის მიხედვითაც სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე. ჯონი და დეინეირსი იქორწინებენ და ეყოლებათ ბავშვი და ერთად მართავენ ვესტეროსს. არია გენდრიზე იქორწინებს, სანსა სენდორზე, ჯეიმი ბრიენზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს წინაზე უარესია და სასწაული უნდა მოხდეს, რათა ეს სერიალი დამთავრდეს ერთი ჩვეულებრივი ჰოლივუდური ფილმივით. იდეაში არავის გვინდა, რომ ჩვენი საყვარელი პერსონაჟები დაიხოცნონ, მაგრამ როგორც თავის დროზე რემზიმ თქვა, If you think this has a happy ending, you haven't been paying attention. მართალია ასეთი პირდაპირ გარეგებით იდეალურ დასასრულს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ როგორც ამ ყველაფრის ავტორმა ჯორჯ მარტინმა თქვა, ამ სერიალს იქნება ცოტათი მწარეთი, ცოტათი ტკბილი დასასრული. ხო და თუ გავიაზრებთ, თუ რას წარმოადგენს სამეფო-კარის თამაშები, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენი საყვარელი პერსონაჟების უმეტესობა უბრალოდ ვერ გადაურჩება საბოლოო სეზონს. გადავიდეთ შემდეგ ვერსიაზე, რომელიც საკმაოდ პოეტური იქნებოდა. ამ ვერსიით, მას შემდეგ, რაც ჯონი და მისი არმია დაამარცხებს სერსის და ღამის მეფეს, ჩვენ გადავინოცვლებთ რამდენიმე ათწლეულით მომავალში და ვნახავთ მონხულ სემუელ ტარლის, ვის როლსაც ჯორჯ მარტინი შეასრულებს და გავიგებთ, რომ მთელი სერიალი იყო სემის მიერ მოყოლილი მოგონებების ნაკრები, რომლებსაც იგი წიგნად დაწერს და პოეტურად უწოდებს ყინულისა და ცეცხლის სიმღერას. ამ კონკრეტულ ვერსიას, როგორც ხვდებს, აქვს თავისი მინუსები. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენი უსაყვარლესი პერსონაჟების უმეტესობა ულმობლად იქნება მოკლული ერთი ან მეორე გზით, მაშინ დიდი ალბათობით ეს ვარიანტი ყველაზე სავარაუდო დასასრულია ამ დიდებული ამბისთვის. შემდეგი ვერსია გახლავთ ყველაზე შესაფერისი ამ სერიალისთვის, გარკვეული კუთხით. სერიალმა, რომელმაც გვაჩუქა ისეთი მომენტები, როგორიცაა წითელი ქორწილი, ნედის სასამართლო, ობერინის აფეთქებული გონება და კიდევ ყველაფერი, რაც რემზიმ გააკეთა, იმსახურებს ისეთ დასასრულს, სადაც ჩვენთვის საყვარელი ყველა პერსონაჟი ღამის მეფესთან ერთად უბრალოდ კვდება. ზოგიერთი ადამიანი რა თქმა უნდა გადარჩება და თავიდან დაიწყებს ცხოვრებას, თუმცა ყველა სხვა ჩვენთვის ცნობილი, საყვარელი და მნიშვნელოვანი პერსონაჟები ვერა. თუ დაუფიქრდებით, ეს ერთ-ერთია იმ ვარიანტებს შორის, რომელიც მართლაც შეიძლება იყოს სერიალის ნამდვილი დასასრული და შესაძლოა მე ამ წუთას უზარმაზარი სპოილერი გავეცი. თუმცა არა, ასეთი დასასრული ძალიან მარტივად გამოსაცნობია იმისთვის, რომ იყოს ღირსეული ამ რანკისთვის. აი ახლა კი დრო დადგა გაგემხილოთ ის მოსაზრება, რომელიც მე მიმაჩნია იქ რომ იქნება ყველაზე იდეალური დასასრული ამ სერიალისთვის. მრავალი ბრძოლის შემდეგ ერთადერთი ვინც ცოცხალი დარჩება იქნება ჯონ სნოუ. მას შემდეგ რაც იზიხილავს მისთვის საყვარელი ყველა ადამიანის სიკვდილს, ღამის მეფის ხელით. დარჩებიან მხოლოდ ჯონი და ღამის მეფე პირისპირ თელს ვესტეროსში.
გაირკვევა, რომ ღამის მეფე სამხრეთით იმის გამო წარმოვიდა, რომ მოეკლა ის ადამიანი, ვინც იყო ვალდიური ტარგარიანებისა და ჩრდილოელი სტარკების შვილი, ყინულისა და ცეცხლის სიმღერა, ჯონ სნოუ, ეიგონ ტარგარიენი. ბოლოს სცენის ბოლო კადრში კი დავინახავთ ჯონს, რომელიც იქნევს მის ხმალს, დაახლოებით ისე, როგორც 2 სეზონის წინ გააკეთა ძალიან საინტერესო სახელის მქონე ბრძოლის დასაწყისში. ოღონდ ამჯერად არმიის მაგივრად მისკენ ღამის მეფე მოექანება და მათი ხმლების ერთმანეთთან შეჯახების შემდეგ ეკრანი შავდება და ყველაფერი მთავრდება. გასაგებია, რომ თითქმის ყველა მაყურებელი გაგიჟდება ასეთი დასრულის შემთხვევაში, მაგრამ უბრალოდ დაფიქრდით. რა შეიძლება იყოს სხვა ვერსია, რითაც ყველა კმაყოფილი დარჩება. იმის მაგივრად რომ ერთი კონკრეტული პასუხი გავიგოთ, ჩვენ ამით მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ კიდევ დიდხანს შევქმნათ თეორიები იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვა ამ საბოლოო ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ჯორჯ მარტინი არ გვაღისებს ბოლო 2 წიგნს ყინულისა და ცეცხლის სიმღერიდან და არ გაგცემს ამ თემაზე კონკრეტულ და დასაბუთებულ პასუხს. ეს კი გახლავთ დღევანდელი ვიდეო. ვიცი, მაინც და მაინც იდეალურად არ შემირჩევია ეს თეორიები. თუმცა მინდა სამეფო კარის თამაშების თემა ისევ წინა ფლანზე წამოვწიოთ ჩვენ არხზე და თქვენთვის მე ამბობ ის, თუ როგორ დასასრულს ვურვებდი სამეფო კარის თამაშებიდან. თანაც ერთხელ ერთმა გამორჩეულმა ადამიანმა თქვა, რომ ყოველთვის საიდანღაც უნდა დაიწყო. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ და მალე გინახავთ ყველას ახალი სამეფო კარის თამაშების ვიდეოთი.